სამწუხაროა, რომ ადამიანებს ცხოვრება სიცოცხლეში არავინ არ აფასებს ხოლმე. არავინ არ აფასებს. მერთი გლახაკის დაფასებას გეუბნება და შენ მამა, რომელიც ადამიანებს უწინასწარმეტყველებდა, კურნავდა, აფრთხილებდა, ეფერებოდა, არიგებდა, მადლს აძლევდა, ხა გიჟად გამოაცხადეს. ხო, როგორი ძნელი არის თქვენ წარმოედგინეთ, რომ ადამიანი არ ვიცი როგორ არის ეს, რომ იცით რა არის, როცა ადამიანიდან მადლი გამოდის და შენ მას ებრძვი, ეს ადამიანს არ ებრძვი, შენ ებრძვი ღმერთს პირდაპირ და ადამიანმა უნდა მოინანიოს ეს როგორც ღმერთის წინაშე წინააღმდეგობა. როცა ადამიანი მადლით სავსე არის და მოღვაწეობს და შრომობს, ადამიანები შურით ივსებიან ხოლმე. არ ვიცი რა საშინელება გვჭირს ეს ადამიანებს, რომ აი რამდენი მხატვარი ვიცი, რამდენი გინათ შემოქმედი ადამიანი. სანამ არ გარდაიცვალა, მანამდე არ ამბობენ, რომ თურმე სამხელა რაღაცა ყოფილა, დიდი კაცი ყოფილაო. მანამდე არ აფასებენ, შიერს კლავენ, არაფერს არ აძლევენ, ასე ვთქვათ, გასახანს, რომ უფრო მეტი ნიჭი გამოავლინოს ადამიანმა. მამა გაბრიელს სიცოცხლეში ვინმე იცნობდა ისე, როგორი ადამიანიც იყო, დაინახეს მამა გაბრიელი როგორიც იყო, ვერაფერიც ვერ დაინახეს. რო გარდაიცვალა, მერე ღმერთმა ინება, რომ მთელი საქართველო მისულიყო მასთან, მის საფლავზე მისულიყო, მთელი საქართველო მისულიყო. და მერე გახდა საჭირო, რომ გადაბრძანებულიყო წმინდა სამების ტაძარში და მობილიზება გახდა საჭირო კორიდორის, რომ ეს ხალხი, ამდენი უამრავი ხალხი მოსულიყო და ემთხვეოდა მამა გაბრიელის ნაწილებს, მის სხეულს. წარმოგიდგენია თქვენ, ღმერთმა არ არსებობს უფალი, რას ამბობს, რომ მთის წვერზე აშენებულ ქალაქსო ვერაფერი ვერ დაფარავსო, ის ყოველთვის გამოჩნდებაო. მაგაშია საქმე სწორედაც, რომ ღმერთი მაინც გამოაჩენს.